ისიც ვეცნობოდი უკვე ყველას ეცვა და ალბათ ვისაც არ ცმია, ისინი ალბათ მიწაში არიან და ვეღარც ჩაიცმავენ. პირველი celebrity, ვინც მოიგო ჩემი ტანსაცმელი იყო Lady Gaga. კოპლიანი კაბა ეცვა. საკმაოდ გამოუცდელი ვიყავი მაშინ, მაგრამ როცა ვნახე story რომ ეცვა Lady Gaga-ს, ის იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და საქართველოსთვის კიდევ ერთი გამარჯვება. ძალიან ლამაზი გამოდის. Money I go away, sheni mama sheni ey. Tanze keburia, vidze khamza chima ey. Nighabi sakhchi unig bodwar kuchis macho ey. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მოდას შევწერა, მაინც ზოგს უბრალოდ TikTok-არი ვგონი ვარ, დღეს აქციაზე ვიყავი და გვერდით ოჯახი მედგა, სადაც ბავშვი ჩემზე ხელში შევარდა და ეს TikTok-არიაო. ბაიანა მაისურის ისტორია, საკმაოდ viral გახდა, არ მეკონა თუ ჯეროდა, მაგრამ არ მეკონა თუ ამხელა შედეგს გამოიღებ და ინსპირაცია რა თქმა უნდა ანავინტური იყო, რომ მიდის ვოგიდან. ჯერ არ წასულა, მაგრამ მე მინდოდა რომ პირველი დამშვიდობებული იყავი. ერთ-ერთი ესე დაინტერესების კუთხით იყო ჯულია ფოქსი, რომელიც TikTok-ზე იწერებოდა კომენტარებში, რომ მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ჩვენი მაისური და გავუგზავნეთ ჯულიას, იმედია მოერგებს და იმედია მას უნდა რომ დაემშვიდობა ანავინტურს. ისეთი სტილისტი როგორც ლაურა ოჩარეს ბრენდისთვის, ჩემ ბრენდისთვის რა თქმა უნდა საკმაოდ სასიხარულოა და დიდი წარმატებაა, რადგან ტოპ celebrity-ებს აცმევს, როგორიცაა Zendaya, Ariana Grande და ასე შემდეგ და მასთან მქონდა ბოლო დროს ურთიერთობა, კომუნიკაცია და ჩემს ურეკავდა და ეუბნება მსგავს რაღაცას, რომ სანამ ცნობილი გავხდებოდია, ერთი ქართველი კლიენტი მყავდაო, ბერა ერქვა და სამწუხაროდ ბერასაც ვერ უშველა ტოპ სტილისტმა, როგორც ლაურა ოჩარი. მომავალში არ ვიცი ბრენდის აიწავა, მაგრამ ყოველთვის ძირითადად ერთი და იგივეს ვაკეთებ, ყოველთვის მომავალ სეზონზე ვმუშაობ. საკმაოდ მოსაწყენია შიდა სამზარეულო ესე საჩვენებლად და მოსაყოლად მგონია უბრალოდ. რავი, ვეცდები რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო, უფრო მეტი ვიმუშაო და წინასწარ მიჭირს რაღაც გეგმების დალაგება, ჩემი თავის ყურება და უშუალოდ 10 წლის შემდეგ. ვეცდები რომ მივყვე დინებას. ან დინების დაწინაურებად ვიარო პირიქით. რა დინებას.